Sanktsiების ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვენდანტ პატელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. პატელ ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ შეკითხვა დაუსვა პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობის შესახებ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სანქციებზე. ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ შეერთებული შტატების მხრიდან მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენების უახლესი მაგალითია, რომ პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტი ჩვენ ხელშია. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიის უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, ქართულმა ოცნებამ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენ კვლავ მოწოდებული ვართ უზრუნველყოთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.